მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი გაშლა, რატომ გირჩევს შენ? რატომ შენი პარტნიორი გირჩევს შენ? ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენ შორის. ეხლა რას ჩქარობს ღმერთო ჩემო, რას ჩქარობს? აქ ხმალების მეფე ჩქარობს. ვნახოთ ეხლა ჩვენ რატო ჩქარობს ასე ძალიან, ხო? ვნახოთ ეხლა ჩვენ რა ხდება თქვენ შორის. რა ხდება თქვენს შორის? პენტაკლების დედოფალმა ყველაფერი მოაგვარა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გოგოებო, აქ მართლა ალბათ იბრძოლეთ, რაღაცას აკეთებდით იმისათვის, რომ თქვენ ეს სიყვარული გაგეჩერებინათ. შეიძლება იყო აქ დაბრკოლებები, მაგრამ თქვენ არ დანებდით. აქ შემიძლია გითხრათ, რომ კი იყო რაღაცა მომენტები თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ თქვენ რაღაც იცით რა, ასეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს თქვენ თვითონ შეაჩერეთ, თქვენი ძალით, თქვენი გონებით, ყველაფერი შეაჩერეთ, რაც კი არ დატოვეთ სადღაც პენტაკლების მეფე თქვენთან. ანუ აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შორის რა ხდება. ანუ იყო რაღაცა პერიოდი, შეიძლება თქვენ დაშორებულები იყავით, შეიძლება იყო თქვენ შორის რაღაც გაუგებრობა, მაგრამ აქ იმარჯვებს სიყვარული, იმიტომ რომ ერთად გამოდიხართ. ეს გაშლა იქნება იმათთვის, ვინც უკვე შეიძლება, ერთმანეთს ესაუბრება, რაღაცა კონტაქტი გაქვთ თქვენ, ან ადამიანი უკვე თქვენთან ჩამოვიდა, ან აპირებს ჩამოსვლას. აი აქ უკვე ისეთი კი. აქ სიტუაცია დასტაბილურდა, უეჭველე. აი თუ თქვენ იცანით, კი ბატონო, თუ არა და არა. იმიტომ რომ აქ даже შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თვითონ აი აკეთებდით ხო თქვი, რომ ისე რა ქვია, მაგრამ თქვენ არ გჯეროდათ, არ გრჩება, არ გჯეროდათ, ან როგორ ხართ, იცით, არ ვაჩერებდი, არ ენერგიას იმდენს არ ვდებდი შეიძლება მაგ ურთიერთობაში, ხო? ან არ მოველოდე, შეიძლება, ან კიდე ვარიანტი, რომ შეიძლება თქვენ მოულოდნელად მაღალი ძალები გამოგიგზავნიან ამ ყველაფერს, აქ ტრანსფორმაცია არის გამოვლილი, კი აქ ჩაბარებული არის ყველანაირად გაკვეთილი, იმიტომ რომ იყავით თქვენ რაღაცა ძალიან დიდი პერიოდი, ისე რომ თქვათ, აი ჩაკეტილი ერთმანეთისგან, ასე რომ თქვათ, მაგრამ სიტუაცია განულდა და ეს თქვენი მეფეც, აი ხმალების, ხო გითხარით, რაღაცა მასში შეიცვალა, რაღაც სხვანაირად დაიწყო ამ ადამიანმა ფიქრი, მიხვდა, რომ ეს ძალა, რომელიც აქ ამ ქალს, ეს ძალა მე მიზიდავს და მხოლოდ იქ ვარ მე კარგად, მხოლოდ იქ მე ვგრძნობ თავს ბედნიერად და ამიტომ აღარ დაასრულა ეს რაღაცა ბრძოლები, რაღაც მომენტები და მიხვდა, რომ ეს ურთიერთობა მინდა მხოლოდ იქ ვგრძნობ მე კარგად თავს, ეს არის ჩემთვის ღმერთისგან საჩუქარი და აქ არ არის აი მხოლოდ აი მაბოდავს რა ეგ სიყვარული, ასე რომ თქვა, დალოცვილი ეს სიყვარული და აი რაღაც სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო და მოდის, იმიტომ რომ ამ ადამიანს თქვენს გარეშე, თქვენი ენერგიის გარეშე არ შეუძლია, არ არის მზად, ვერ იტყოთ, ვერ ამბობს უარს ეს ადამიანი იმაზე, რასაც თქვენ მაგას ანიჭებთ, რასაც თქვენ მაგას აძლევთ და ამიტომ გონდა პერიოდი დიდი მაგას იმისთვის, რომ ეფიქრა ბევრი წინააღმდეგობა იყო, მაგრამ მაინც ყველანაირად იმ გზამ მიიყვანა თავის საყვარელ ადამიანთან, იმიტომ რომ მაგის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია მისი ყოფნა რა. და ამიტომ აქ არის როგორი სიტუაცია, ესე თუ დაუშვათ даже თქვენი ურთიერთობა იყო დამალული, შეიძლება თქვათ, არავინ არ იცოდა, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვაფშე არ აინტერესებს საერთოდ ამ ადამიანს, იმიტომ რომ გულით, სულით თქვენ ხართ, ანუ ძალიან მონათესავი სულები და ამას უნდა თქვენთან, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გაგრძელება, იმიტომ რომ აქ თითქოს როგორ არის, იცით, აი ჩემ თავს რატო ვატყუებ მე, რატო მე ხო არ შემიძლია ამ ქალის გარეშე, ხო? კი, დიდი ხანია ჩუმად ვიყავით, კი, დიდი ხანია არ გამოდიოდა კავშირზე, არც მე არ ვწერდი არაფერს, ვფიქრობდი, რას ვფიქრობდი, არა, მაგრამ იმაში დავრწმუნდი, რომ მე ეს ქალი მე მიყვარს და ამიტომ გადაწყვეტილებას აკეთებს ეს ადამიანი, ქმედებას აკეთებს და მიდის, გამოდის აი რთული პერიოდიდან და ნამდვილად გოგოებო, თუ არ არის გამოჩენი, გამოჩნდება უეჭველი, აქ даже ყველან არც გქონდეთ არანაირი დარდი, არანაირი ის, იმიტომ რომ აქ ადამიანი პირიქით თქვენზე მეტად ეს ადამიანი ეხლა განიცდის, უზომოდ შემიძლია გითხრათ, რომ განიცდის. ნუ ჩვენ მაინც კითხვები გვაქვს. მოდით ეხლა ვნახოთ. აბა რა, так, ეხლა ნუ აი ესე იგი კარტი როგორ
ჩქარობენ, რომ გითხრათ თქვენ რაღაცა ინფორმაცია რა. რაღაცა სწავლით არის ეხლა რა. რომ ჩქარა, უნდა მიიღოთ თქვენ ეხლა ინფორმაცია, რომ რამე ცუდი გადაწყვეტილება არ მიიღოთ რა. ნახოთ ეხლა მისი გრძნობა ეხლა შენს მიმართ რა. აი სინამდვილეში რატომ აი ასე შენ მაგას ну ასე ვთქვათ იზიდავ რა. ნახოთ ეხლა რა მოსწონს მაგას შენში ძალიან აი შეიძლება შენი თვისებები, შეიძლება შენი ენერგია ნახოთ. ვნახოთ ეხლა კიდე მისი განზრახვები ვნახოთ, ხო? ნამდვილი რამდენად არის ეს ადამიანი მზად ურთიერთობისთვის და რა უნდა რომ მიიღოს ამ ურთიერთობიდან და ვნახოთ გარემოს, აი ვნახოთ ჩვენ გავლენა რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება გიშლის, ვთქვათ, ან უშლის ხელს მაგას. ну რჩება ეგაც ავიღოთ თქვენთვის, რომ როგორ რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის, რომ ეს ჰარმონია, ვთქვათ, შეინარჩუნოთ დაუშვათ ურთიერთობაში. კი ბატონო, აქაც არის იუსტიცია, იქაც იყო იუსტიცია, ანუ ისე თქვენ რაღაცა კარმული გაკვეთის კი დაასრულეთ, აქ უეჭველე, ეს იქნება გაშლა იმათთვის, ვინც უკვე გრძნობს რაღაც სიმსუბუქეს, ან უკვე ხართ ერთად, ან უკვე თქვენ გრძნობთ იმას, რომ ადამიანი უნდა მოვიდეს, ან უკვე არის. ნახოთ ეხლა მისი გრძნობები, რას გრძნობს სინამდვილეში და რატომ უნდა შენთან. მისი გრძნობები ეგ არის, რომ თქვენს გარეშე მისი სიცოცხლე არის აი ჯოჯოხეთი სრული. იმიტომ რომ მაგან მივხვდა, რომ თუ აი ყველაფერი აი აბსოლუტურად აი 10-იანში აი აქ ამაში ყოფნა, ასე მე მაგაც მტერს არ უსურვებ, იმიტომ რომ აქ არის ესეთი გრძნობა, როცა არაფერი არ გაინტერესებს, არაფერი არ გახარებს, არაფერი აღარ გინდა. თუ შენ არ ახარ ჩემ ცხოვრებაში, აბსოლუტურად მე არაფერი არ მაინტერესებს რა. აქ ესეთი კარტი მოდის დღეს რა. ანუ აქ ადამიანი გრძნობს, რას გრძნობს და შენს გარეშე მართლა ყველაფერი აი საშინელება, კი, აი კიდე ნახეთ. აქ ნახეთ რა ხდება. აქ ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, ჯერ პირველ რიგში რატო იზიდავს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ახლა პარტნიორები ძალიან ერთმანეთისთვის, ახლა კარმული და ანუ აქ даже კარმული მონათესავი სულების რაღაცა ეგეთი თემა და ანუ შეიძლება როგორ არის, იცით, აქ ადამიანი, ну, ახლა გვაჩვენეს ჩვენ რომ იყო ხმალების მეფე, ხმალების ცოტა ჯიუტი რა, მე როგორც მინდა, მე რაც მინდა, მე როგორც ვიტყვი, არ მინდა და მაგრამ აი შეიძლება даже იყო მის ცხოვრებაში ესეთი მომენტები, რომ თქვა ადვილად გადიოდა ურთიერთობიდან დაუშვოთ, ხო? მაგრამ აი აქ მაგან მივხვდა, რომ რა არ შემიძლია და ამიტომ აქ მივხვდა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს უსამართლოდ მოგექცათ. აი, ну, ხა იმპერატრიცაზე მეტი რა ვთქვა. ეს რას ნიშნავს იმპერატრიცა? ამ შემთხვევაში მით უფრო ქალი აი არ ეგონა მაგას შეიძლება რომ დაუშვათ, ну, ასე ვთქვათ, რანაირად შეიძლება რომ ვთქვათ, მე ახლა რაღაც გამაბრაზა ქალმა და არ წავიდე მაგისგან, მაგრამ აი ასეთი გრძნობა ეთყობა ამ ადამიანს, არავისთან არ ქონდა, თქვენ ხართ ის ქალი, ვისთანაც ეს ადამიანი გრძნობს კარგად თავს. მე გემეუბნები, შეიძლება თქვენ იყავით წინა ცხოვრებაში ან სულქმარი, ან რაღაც ესეთი კანონიერი ურთიერთობა გქონდათ, ხო? შეიძლება ეხლაც ხართ, თქვათ, მისი ცოლი არ გამოვრიცხავ და თუ დაუშვოთ თქვენ განკორწინება გაქვთ, აი ესე იგი ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანი კვდება იქ რა. აი ძალიან ცუდად არის კიდე რა, ну, ხო გეუბნებით, რომ თქვენს გარეშე შეუძლებელია ამ ადამიანის ცხოვრება, იმიტომ რომ თქვენ ახლა, ну, საყვარელი ქალი, მიყვარს ეს ქალი, უზომოდ გიждდები ამ ქალზე რა, მეტი რაღა თქვას ახლა ამ ადამიანმა, ხო? ვნახოთ რა მოგწონს შენში და ანუ ენერგია, თვისება, რა მოსწონს თქვენში და ის რომ თქვენ ხართ უზომოდ თბილი, თქვენ ხართ, აი აქ რა თვისებებზე შეიძლება ლაპარაკი, აქ არის ის რომ თქვენთან ეს რომ მოდის, ისვენებს, კარგად გრძნობს თავს. თქვენ შეგიძლიათ ისეთი აურა გაქვთ, ისეთი შეგიძლიათ შექმნათ პირობები ადამიანს, სადაც არის ბედნიერება, სადაც არის სიხარული, სადაც ადამიანი კარგად გრძნობს თავს და ანუ მან არის აი აქ ნახეთ ახლა თქვენს გრძნობებში როგორ არის, იმიტომ არის ადამიანი ასეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ აქ ნახეთ თქვენ როგორ ავსებთ ამ ადამიანს, რამდენ ბედნიერებას აძლევთ, რამდენ სიხარულს აძლევთ, რამდენ არ ვიცი კიდე რამდენ რაღაცებს აძლევთ, ხო? და აქ ნახეთ ამის გარეშე რა თქმა უნდა, ეს არის როგორი თემა იცი, რომ აი ეხლა რო სიტყვაზე
ადამიანს წაართვა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ჰაერი წაართვა რა, იგივე არის ახლა ეს სიტუაცია რა, ამიტომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც ამას თუ არა გაქვთ ოჯახი, უნდა თუ გაქვთ ოჯახი, და თქვა დაშორდეთ აქ, ნუ სიტუაცია ესეთია, უეჭველი ახლა ამას უნდა, იმიტომ რომ ადამიანმა მიხვდა რა თქვა, თუ დაუშვათ თუ ქმარი იყო, რომ იქ სადაც მე ვიყავ, იქ არის ჩემი ბედნიერება, იქ ვივსები, იქ კარგად ვარ, ხო? აქ არ, ანუ სადაც სახლა არის, ყოველ შემთხვევაში იქ არის, მაინც ხო გითხარი ჯოჯოხეთია მაგის ცხოვრებაში. და მიხვდა მაგ ადამიანმა, რომ აი ეს იზიდავს, რომ თქვენთან რომ მოცა მოდის, კარგად გრძნობს თავს, ბედნიერად გრძნობს თავს. ანუ არ ვიცი, ალბათ მოფერება, სითბო, ყველაფერი შეგიძლიათ თქვენ მას მისცეთ და ამიტომ რა თქმა უნდა, აი ეს იზიდავს მაგას ყველა ვარიანტში. ნახოთ მაგისი განზრახვები. რამდენად მზად არის ურთიერთობისთვის, მზად კი არა, ცხრიანი არის აქ უკვე თასების, ძალიან არის მზად. აქ ახლა აღარც გავიმეორებ, იმიტომ რომ იგივე გამომივა, იმიტომ რომ ახლა მაგ ადამიანს რამდენად რა უნდა რომ მიიღოს ის ბედნიერება, უნდა მიიღოს, რომელიც მაგას ჰქონდა. აქ რაღაცა სისულელე გააკეთა ადამიანმა, იმიტომაც ამბობს, რომ არ ვიყავე მართალე მე, არასწორად მოვიქეცი მე ჩემი სულელური რაღაცა საქციელების გამო, ნანობს, ნახეთ როგორ ნანობს ადამიანი, ხო ხედავთ რა. იმიტომ რომ ასეთი ბედნიერება და ასეთი სიუხვე როგორ ის უნდა რომ დაკარგოს და აქ ახლა უკვე ადამიანს უნდა ნამდვილად რომ ისე ვიგრძნო ეს ბედნიერება. მიხვდა რომ ეხლა ნახეთ, ქალები შეიძლება იყოს უამრავი, ლამაზი, კარგი, ყოფთა, თქვენზე ლამაზი, თქვენზე ჭკვიანი, თქვენზე რა, როგორც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ მაგ ადამიანისთვის თქვენ ხართ ის ქალი, რომელსაც შეუძლია მისცე მას ის, რაც მას სჭირდება. ეს დაიმახსოვროთ, რომ ეს არასოდეს არ თქვა, რომ აი ხო ჩემზე ლამაზები არის, ხო ჩემზე ახალგაზრდები, ჩემზე სუსტები, ჩემზე არა. მაგის შემთხვევაში ხარ თქვენ ის ქალი, ვისაც მას რაც სჭირდება, იმას იღებს. მივხვდით? ძალიან მაგარი არის რა ეს. ნახოთ ახლა აი გარი-გარემო როგორ თქვენზე კიდე მოქმედებს. ნუ პრინციპში რო გითხრათ, რომ ძალიან რაღაცნაირად მოქმედებს, არავითარ შემთხვევაში რა არ მგონია რა, ამიტომ რომ არა, აქ ვიქით. მე არ მგონია რომ ეხლა აქ რაღაცა გარემო თქვენ ეხლა ვიქით, აქ ეხლა მაღალი არკანი არის და ეხლა კითხვა ისეთი მიწერია რომ ანუ დაუშვათ რა ან უშლის ხელს და ან პირიქით რა ხელს უწყობს და აქ ანგელოზები თქვენსკენ არიან, აქ მფარველი ანგელოზები პირიქით, აქ ყველა მაღალი ძალები თქვენსკენ არიან, აქ არაფერიც თქვენ არ გიშლით ხელს არა. არა, პირიქით, ეგენი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შენსკენ წამოვიდეს ეს ადამიანი, პირიქით რა. ნუ რჩევა ვნახოთ თქვენთვის, რჩევა არის, იცით რა არის, აი, ნუ ჩხუბობთ, ნუ ნერვიულობთ, ნუ ეკამატებით რა, ანუ დამშვიდდეთ რა, რო იტყვიან რა, რჩევა ეგეთია, გიყვარდეთ რა, ერთმანეთი გააკეთეთ, სწორი არჩევანი დაფიქრდეთ, თქვენ რა გინდათ, გინდათ იყოთ მართალი თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, ეს თქვენზეა დამოკიდებული რა, იმიტომ რომ აქ სტაბილურად ყველაფერი ისე გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს ურთიერთობაში, თუ თქვენ არ დაუწყოთ ერთმანეთს რაღაცას ვუმტკიცებთ, ერთმანეთს რაღაცას აი ვჩხუბობთ, თუ რაღაცნაირად აი სულ ვასპარეზობთ რა, არ არის საჭირო ურთიერთობაში რა, ეგეთი რამე, უბრალოდ აი სხვანაირად ჭკვიანურად მიუდეკეთ საქმეს და იქნება ჰარმონია სრულია, ნახეთ ათიანი კიდე. თუ გინდათ ბედნიერება იყოს, თქვენს გადახედეთ რა, ნუ ეს მანიპულაციები, ეს ჭკუბი, ეს რაღაც არ გჭირდება, დატკბით ამ გრძნობით ადამიანი მოვიდა, დატკბით ახლა გრძნობით რა, უკვე ანუ იზეიმეთ რა, რომ აი ეს მინდა ვთქვა, იზეიმეთ, იმით რომ თქვენ ახლა ღმერთმა მოგს აი ამ თქვენი სიყვარულით რა, იზეიმეთ, რომ აქ სიყვარული იმარჯვებს და ამიტომ ნახეთ პენტაკლების ტუზი თქვენ მაღალი ძალები გაძლევენ კიდე შანს იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი, კიდე გაძლევენ ამ ადამიანს, მაღალი ძალებს მოდის თქვენთან იმისათვის, რომ თქვენ ეს ურთიერთობა გააგრძელოთ, თქვენ გქონდეთ ბედნიერება თქვენს ურთიერთობაში, ამიტომ დაასრულეთ ყველანაირი კამათი და წადით ახალ ეტაპზე, სადაც გელოდება თქვენ უზომოდ
დიდი ბედნიერება გამიგეთ და ეჭვენ უგებარე.